ეხლა მოვედით მეგრულუბანში. რაღაცას ხედავ აქედან და სულ ტყილა მეუბნები, რომ აქ მეგრელები არ არიანო, აი? მანამ ვერ ამოვხსენით რატო. და იქნებ მეგრელებმა იცოდეთ და დაგვიკომენტარეთ. დაგვიკომენტარეთ. დღეს დავიწყებთ წმინდა ფრანცისკოს ბაზილიკით. განსაკუთრებული ის აქვს, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუმბათი აქვს ამ კათედრალს. და მე-18 საუკუნეში აშენდა. ძალიან ძველი არ არის. შიგნით მოხატულია გოიას მიერ და ეგ ძალიან მაინტერესებს. თან იმხელა გუმბათი აქვს, რომ დიდი ნახატები იქნება. შიგნიდანაც დავათვალიერებთ ახლა. მთელი ბიბლია არის მაკეტად წარმოდგენილი. რაიმე საინტერესოა. ვაიმე ნახე ჯვარის გამოთლის სცენა აქ. აი ჯვარცმა. გიტარა აქედან არ ჩანს. მომაღლება. რა ლამაზია მართლა. საოცარი სილამაზეა ამ ტაძარში. ეს გუმბათი არის ულამაზესი. ნახოთ გოიას მოხატული ფრესკები. აი ეს ფრესკები მოხატა ფრანცისკო გოიამ. ვაუ. ვაუ. საოცარი სილამაზეს არის. მექანიკური სანთლები. რესტავრატორი გოგონა. გაგიჟებული ვარ. ესეთი სილამაზე უბრალოდ ერთ ტაძარში. აი ეს გუმბათი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუმბათი ევროპაში. მართლაც უზარმაზარია. ინსტრუქციიდან არიან ერთი გუნდი და გეგმავენ რაღაცებს. აქ შესვლა იმედია შეიძლება. ეს მუზეუმია. ეს წმინდა ფრანცისკანეს ცხოვრება არის ასახული ამ ნახატებზე. ვის სახელობის არის ეს ტაძარი. და ეს არის იოანე ნათლისმცემლის პორტრეტი. თვითონ საკურთხევლის დათვალიერებაც რო შეგვიძლია, ეგ მაგარია. ვაუ, ეს მთლიანი ტაძარი არის მუზეუმი ფაქტობრივად. შიგნითაც რეკონსტრუქცია მიდის, როგორც ჩანს. ბურღის ხმა ის. ნახოთ რა ნახატები. აი საქართველოს დროშა. ჯორჯია. გამოვედით ისევ საკურთხევლიდან. ეხლა ვართ ლალატინაში და ძალიან განსხვავებულია აქაურობა. სულ სხვანაირი მადრიდი.
ძალიან ლამაზია. ნუ ამათი ლაპარაკი ხო ყველგან უნდა გესმოდეს. ეხლა ვნახოთ შიგნით რა ხდება. როგორი საინტერესო ადგილია. აქაც რაღაც ლაბირინთების მსგავსია. ფოტოსესია გამოვიდოდა აქ ლამაზი. გინდა მოგიწყო. ეს ყოფილა პრინცი ანგლონას ბაღი. აქ როცა აყვავდება ყვავილები და ვარდები მაშინ კიდევ უფრო ლამაზი იქნება ნამდვილად. გავაგრძელოთ გზა კავა ბახასკენ მივდივართ. ლამაზია. მეც და თან ძალიან ცოტა ტურისტი მოძრაობს, მათ გადავირბინოთ წამო. აქედან ნახე სიბელეს ჩანს მე მგონი. აი, ხა დავლევთ ყავას როგორც ნამდვილი მადრიდელები. აი, ყავა უკვე დავლიეთ. ეხლა მივდივართ კიდევ ერთი ბაღის სანახავად, რომელიც კაფეს მე პატრონემ მიგვასწავლა და გვითხრა, რომ ძალიან ლამაზი ბაღია. საიდუმლო ბაღში მივდივართ ახლა. არავის არ უთხრათ. აი, საიდუმლო ბაღშიც მოვედით. აი, თავისი ფანტანიც აქვს. ვაიმე, მართლა როგორი საიდუმლო ბაღი არის ახლა ეს. კორპუსების ეზოშია უბრალოდ. ვერც Google Maps-ში ნახავ ამას. და ვერც ChatGPT გეტყვის, მარტო ადგილობრივები თუ გირჩევენ რომ ნახო. რა ლამაზია. ეხლა ვსეირნობთ კავა ბახაზე, სადაც ტაპასის ბარები და რესტორნებია ბევრია. ჩემს უკანეს სახლი არის 1600 რაღაც წლიდან. ხო, ვითომ აივნიდან იყურება. No problem a photo. Cheers. Saluti. Gigi italieli შეგვხვდა. აი, მადრიდში ყველაფერი არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. წმინდა ფრანცისკოს ეკლესია ყველაზე დიდი გუმბათით ევროპაში, რომელიც დავათვალიერებთ. ეს არის ბაზარი. მადრიდის მეტროში ჩამოვედით. აი ესე იგი მგზავრობა, ერთი მგზავრობა ღირს 1 ევრო, 10 მგზავრობას თუ ყიდულობთ 7 ევრო და ორ ადამიანს შეუძლია ერთი ბარათი რომ გაინაწილოს. აქ მთელი ცეკვები და ამბებია. მეტროც გავაცადეთ. მარტივად არა, ხო, ძალიან დაბალი ჭერია. ბილეთი ვიყიდეთ მარტივად, უბრალოდ დაგვჭირდა დახმარება ბილეთის ყიდვის დროს, იმიტომ რომ ბარათს რომელი აპარატით ყიდულობს, არის ცალკე აპარატი. და მეორე აპარატით უკვე უნდა გქონდეს შენი პლასტიკური ბარათი, მეტროს ბარათი. ხო და აი ეგ არ ვიცოდით ეგ დეტალი. ხა უკვე თქვენც იცით კი. იმედია სწორი მასში ამოვედით. ეხლა მოვედით მეგრულ უბანში. იმიტომ რომ უბანს ქვია მალასანია. ამ უბანს მალასანია, იმიტომ ქვია რომ მანუელა მალასანიამ იყო 1808 წლის ნაპოლეონის წინააღმდეგ ესპანეთის აჯანყების სიმბოლო. ეს გოგო იყო თინეიჯერი გოგო, რომელიც ნაპოლეონის ჯარმა გაასამართლა იარაღისტარების გამო და დახვრეტა მიუსაჯა. მხოლოდ იმიტომ რომ მაკრატელი ედო როცა ქუჩაში მიდიოდა და მაგ დროს გააჩერეს. ეს ბავშვი შემდეგ გახდა მთლიანად ამ აჯანყების სიმბოლო და ამ უბანსაც ამიტომ ქვია მისი სახელი მანუელა მალასანია. ახლა მოვინახულებთ ჩვენ ამ უბანში 2 მაისის მოედანს. ხო და ეს ითვლება ერთ-ერთ ახალგაზრდულ და ისეთ ჰიპსტერულ უბნად.
იმიტომ რომ ჯერ ხო 1808 წლის აჯანყება იყო, აჯანყება მოხდა. ფეხსაცმელები აქვს ვიღაცას გაკიდებული. აგერა ეზევით. და შემდეგ დიქტატორი ფრანკოს დროს 1980 წელს აი ფრანკო რომ მოკვდა მერე აქ ხდებოდა ამ ახალგაზრდების, ჰიპსტერი ახალგაზრდების შეკრებები და ამიტომ იყო ის ხელოვნების სკოლაც აქ რომ ნახეთ. მუსიკალური სკოლა შეხვდა. ნუ როგორც ჩანს, ძალიან ესეთი უბანია. ეს კი 2 მაისის მოედანი. ეს ორი კაცი ამ ქანდაკებაზე არის სულის ჩამდგმელები არიან ეს ორნი ამ რევოლუციის. კიდე ორი წყვილიდან. დაოის ი ველარდე. რომელია? მარცხნივ იქნება დაოისი და მარჯვნივ ველარდე. 2 მაისს ჩაახშეს ეს აჯანყება და მასობრივად ათასობით ადამიანი დახვრიტეს და ამიტომ 2 მაისს ეძღვნება ბევრი მემორიალი. რაღაცას ხედავ აქედან და სულ ტყილა მეუბნები რომ აქ მეგრელები არ არიანო. აი მიუახლოვდით. ჩვენს წინ არის სკოლა და სკოლის სახელი უბრალოდ ხალხო. პირველი მარგალი. ¿Sabe usted quién era Margali? ¿No? ¿Tú no sabes? El Pi Margal, ¿quién era? Sí, este es el Pi Margal y esta es la plaza de... ¿Qué significa? No sabes. Vale, nosotras tampoco. Ya le preguntamos a Google, ¿ok? Megruls არ გავდა ხა ის ფერდვალება ბავში. მოკლედ არ ვიცითო ეს მარგალი ვინ არისო და რატო ქვიაო, მაგრამ აქ სულ ყველაფერი არის მარგალის მოედანიო, სკოლასაც მარგალი ქვიაო. ჩვენც მარგალები ვართო. ჩვენც მარგალები ვართ. მაგრამ ვერ ამოვხსენით რატო. და იქნებ მეგრელებმა იცოდეთ და დაგვიკომენტარეთ. დაგვიკომენტარეთ. აი ხალხს უბრალოდ თვალებში ხო ვერ მივანათებ კამერას და აი ყველა ისეთი საინტერესო ჩაცმული მოძრაობს. ძალიან ბევრი პირსინგებით, ჰიპსტერულად ჩაცმულები. განსაკუთრებით ამ უბანში. კი, ამ უბანში. ყველგან LGBT დროშებია და ესეც სტატუების სალონი. აი აქ სურვილების მაღაზია. შეგიძლია იყიდო ქაღალდი და სურვილები გააკრა. სხვის სურვილები წავიკითხოთ? ვაიმე, რამდენია აქვთ გაკრული ღმერთო. ყველგან ქაღალდებია გადაწეპილი. შიგნითაც. აქ პატარა ბუხარია. აი ესეთ შადრევანს გადავაწყდით სეირნობისას. ძალამაზია. აი პრადოს მუზეუმიც რაღაც უფრო გრანდიოზულს ველოდებოდი. ბევრად უფრო ბილეთები ვიყიდეთ წინასწარ ონლაინ თვითონ მუზეუმის საიტზე, ოფიციალურ საიტზე. და წინასწარ აქვს დრო მითითებული. ჩვენი ბილეთი არის 12-ის 15 წუთზე შესვლა. ეხლა არის 11-ის 15 წუთი და შევამოწმებთ რამდენად მაინც მოგვიწევს თუ არა რიგში ყოფნა და მაგის მიხედვით დაველოდებით. ესეც თვითონ მუზეუმი. პრადოს მუზეუმში გადაღება, ფოტოების და ვიდეოების არ არის ნებადართული, მხოლოდ აქ ამ ერთ ოთახში, მუზეუმის ოთახი ქვია, აქ შეიძლება გადაღება. ჩვენ შესაძლოში ავიღეთ აუდიო გიდები, რომლის დახმარებითაც შევყავს ნომერი ექსპოზიციის და ის აუდიო გიდი გვიყვება მის შესახებ და საკმაოდ მოსახერხებელია. თუმცა ყველა ექსპონატის ნომრები არ არის შეყვანილი.
პირველ რიგში დავათვალიერებთ ველასკესის და გოიას კოლექციას. და შემდეგ გადავალთ უკვე დანარჩენებზე. აბა ქრისტინა, შენ მითხარი ყველაზე ძალიან რა მოგეწონა პრადოს მუზეუმში? ძალიან მომეწონა გოია. სამბეჭდავი იყო. ძალიან სხვადასხვანაირ სტილში ქონდა ნამუშევრები. ცუდი იყო, რომ სურათის გადაღება არ შეიძლებოდა არც ვიდეოსი. ხო, ეგ მეც არ მომეწონა. მინდოდა რომ რაღაც ჩამენიშნა ჩემთვის და მე სახში მომეძებნა ინფოები. მე ყველაზე ძალიან მომეწონა რუბენსის 3 გრაცია. ეგ შენი საყვარელი ნახატი იყო, როგორც ვიცი ბავშვობიდან. კი, ბავშვობაში განსაკუთრებით მომწონდა. გოიას ძეგლი ნახე. და ის შიშველი მახა ყავს ფეხებთან გართხმული. ინაღამ ესპანეთის ინკვიზიციას გაუსამართლებია გოია მახას გაშიშვლებისთვის. მაგრამ ძალიან გავლენიანი და ცნობილი ხატვარი რახან იყო, აპატიეს. გადარჩა დასჯას სიკვდილით კოცონზე დაწვას. აბა, პირდაპირ რო ვთქვა, ყველა სხვა ღირსშესანიშნაობასთან შედარებით, პრადოს მუზეუმი იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ უფრო სხვანაირი წარმომედგინა. აი ამ მეორე მხრიდან უფრო პრეზენტაბელურია პრადოს მუზეუმის შენობა. თავისი ველასკესის ქანდაკებით. აი, Four Seasons ტერასაზე ვართ. მადრიდში აუცილებლად უნდა მიირთვათ რამე ტერასაზე, ყავან, სასმელი ან საჭმელი, თუმცა Four Seasons კაფე საკმაოდ მაღალი ფასები აქვს. ჩვენ ყავის დასალევად შემოვედით.